თავისუფალი ლიტერატურა. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ საზოგადოებრივ რადიოს FM-ზე 102.4 და უსმენთ გადაცემას თავისუფალი ლიტერატურა. დღეს მე ვარ მისი წამყვანი ნინო თარხნიშვილი, ასე გამოვიდა, ასეთი არის ფორმატი ამ გადაცემისა თავისუფალი ლიტერატურა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურულ პრემიაზე საბა. ჩვენ გვყავს სტუმრებით სტუდიაში, თანმიმდევრობით მივყვები ჩემგან მარცხნივ ნინო ჭხიკვიშვილი, ესეისტიკაში არის მისი ნამუშევარი, წიგნი წარდგენილი საუკეთესო ესეისტიკა. შემდეგ გიორგი ლორთქიფანიძე, მისი მოთხრობა წარდგენილი არის ნომინაციაში ელექტრონული წიგნი, ბექა ქურხული, საუკეთესო რომანის ნომინაცია ერგომას, ცოტა ხანში შემოგვიერთდება ანიკო პალიანი, საუკეთესო თარგმანისთვის წარადგინეს ის ამ ნომინაციაში და ჩემი წიგნიც წარდგენილი არის ნომინაციაში საუკეთესო პროზაული კრებული. მოდით რამდენიმე სიტყვას გეტყვით თვითონ ლიტერატურულ პრემიას საბას შესახებ. წელს 160 კონკურსანტიდან შეარჩია ჟიურიმ, ასე ვთქვათ, მოკლე სია, ეგრეთ წოდებული short list-ი. ეს გახლდათ საბას არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი საკონკურსო სია, ანუ 360 ავტორი და წიგნი და ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 38 წიგნი შეარჩია ამ 360-დან და ეს არის ფინალისტების ყველაზე მოკლე სია ბოლო წლების განმავლობაშიო, როგორც გვეუბნებიან საბას ორგანიზატორები. და ფაქტურად აი ამ მოკლესიის შედგენით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი 5-თვიანი ეტაპი და ფინალისტებიდან უკვე სექტემბერში სავარაუდოდ ასე არის დაგეგმილი შეირჩევიან წლევანდელი საბას გამარჯვებულები და ეს იქნება საბას დაჯილდოების მე-14 ცერემონიალი, ანუ გამოდის რომ 14 წელია რაც საბა ლიტერატურული პრემია არსებობს საკმაოდ დიდი დრო გასულა, ანუ მე საკმაოდ პატარა ვიგნებოდი ალბათ იმ დროს, როდესაც ეს პრემია დაწესდა. საპრემიო ფონდი შეადგენს 52,000 ლარს და რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს TBC ბანკი, რომელიც გახლავთ ორგანიზატორი სწორედ აი ამ პრემიისა. და გადავიდეთ ალბათ საუბარზე და ისევ თანმიმდევრობით მივყვები, მიმართავ ქალბატონ ნინო ჭხიკვიშვილს შევახსენებ მსმენელს. მე პირველი. ხო, ესე გამოვიდა, რაკეღა თანმიმდევრობით დავიწყეთ წარდგენაც, მოდით თანმიმდევრობით გავაგრძელოთ. ქალბატონ ნინოს წიგნი არის წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო ესეისტიკა და ალბათ უმჯობესია თვითონ მან გითხრას იმის შესახებ, თუ რაზე არის ეს წიგნი, რა შეეხება, რამდენი ხნის მანძილზე წერდა, რამდენი ხნის მანძილზე მუშაობდა ამ წიგნზე, რა ვიცი, რამდენად საინტერესო იყო ამ წიგნზე მუშაობა და საერთოდ ელოდით თუ არა ამ ნომინაციაში თქვენი სახელის და გვარის ამოკითხვას. მოგესალმებით. ჩვენს რადიო მსმენელებს მივესალმები და აი ბოლოდან დავიწყებ, მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი. როცა ბატონმა სვიადმა ჩვენი გამომცემლობის არტანუჯის მთავარმა რედაქტორმა მითხრა, რომ აი შენი წიგნიც უნდა წარვადგინო, მე რა თქმა უნდა, ხა არ მithქვამს არ წარადგინო თქო, მაგრამ რაღაცა რო იტყვიან ძალიან ისე ეს გავიკონე და ამითი დასრულდა ჩემი არანაირი ემოციური არ მქონდა მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირად უყურებ საერთოდ პრემიებს საზოგადოებრივ აი ამ მომენტს თუ როგორ თქვა ეს რა დავარქვა ამას. ძალიან პირობითია, თქვენს კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ თქვენ უნდა წარმოიდგინოთ ჩემი სიხარული, რომ აღმოჩნდა რომ ჩემი წიგნიც გავიდა საბას ფინალისტებში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ეხლა რაც შეეხება ჩემ წიგნს, მოკლედ გეტყვით. ეს გახლავთ კოლა უნადირაძეა ჩემი წიგნის გმირი, ჩემი პერსონაჟი, ჩემი ასე ვთქვათ ადამიანი, იცით რა არის, ჩემ წიგნს ქვია უკანასკნელი ცისფერყანწელი. მე სრულიად ძალიან ხშირად მიწევს ამ ბოლო დროს კოლა უნადირაძესა და ამ წიგნზე საუბარი, მაგრამ რა კი ესე მოხდა, უნდა ვთქვა კიდევ ახსენო, რომ სრულიად ახალგაზრდა კი არა, ყმაწვილი ვიყავი 19 წლის, რომ სტუდენტი, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, როცა კოლა უნადირაძესთან მივედი, მე ბოლომდე არც ვიცოდი არსი აი მოვლენისა, რასაც გახლავთ ცისფერყანწელთა ორდენი და
ის მაშინ სხვათა შორის სერგო კლდიაშვილის ცოცხალი გახდათ მაშინ და ეს ორი ცისფერყანწელი ხა იყო შემორჩენილი და მე ახლა უნდა ვთქვა რომ როცა კოლაუსთან მივედი ეს უნდა გავიხსენო ხშირად ვიხსენებ მაგრამ მაინც მოუყვები რომ კოლაუსთან მივედი არა სანამ მივიდოდი დაურეკე და უთხარი რომ აი ესე და ესე სტუდენტი ვარ ფილოლოგიის ფაკულტეტის და მინდა თქვენთან მოსვლა და პირველი კითხვა ის იყო რომ თქვენ კომუნისტური პარტიის წევრი ხართ და დავიბენი ვერ გავიგე რას მეკითხებოდა და პაუზა ტელეფონზე რა ვერ გაიგეთო ხარ თუ არა კომუნისტი არა ვარო და რა კი და ბოლოს და ბოლოს რომ დარწმუნდა რომ არ ვიყავი კომუნისტი მიმიყო და ეს იყო რაღაცა უცნაური საოცარი გარემო ჯერ კიდევ მე რომ მასთან მივედი გრიგოლ რობაქიძე აკრძალული მწერალი გახდა და აი ეს პერიოდია მას შემდეგ აი თითქოს რაღაცა შიგნიდან გაიხსნა ეს ყველაფერი ეს უცნაური სამყარო აი ცისფერყანწელებისა და როცა მე კოლაუსთან მივდიოდი მე მარტო კოლაუსთან კი არ საუბრობდი აი იმ პატარა თავის ღარიბულ ოთახში როგორც თვითონ ყვება მხდებოდა ყველა ცისფერყანწელი აი ეს განცდა აი ეს ემოცია ალბათ ამ წიგში გადმოცემული და მე ესე შემიძლია დავარქვა ანუ მოგონებები არის არა მარტო იცით რა მე მოხდა ისე რომ ჩემი მეგობრის როსტომ ჩხეიძის დაჟინებული თხოვნა იყო რომ მე დამეწერა დისერტაცია და დიახ დავიცავი დისერტაცია კოლონ ნადირაძის შემოქმედებითი გზა ცხოვრება და შემოქმედებაზე და აი ამ წიგს დიდხანს ველოდებოდი მინდოდა რომ დამეწერა ვერ მოვაბი თავი რამდენიმე წიგნის ავტორი ვარ მაგრამ აი მას ვერ მოვაბი თავი და ბოლოს დავწერე წიგნი კოლონ ნადირაძის რამდენი ხნის განმავლობაში წერდით ამ წიგს და როდის გადაწყვიტეთ შემდეგ უკვე ესე გამომცემლობაში მიტანა ასე ვთქვათ ალბათ რამდენიმე თვე შეიძლება 6 თვის განმავლობაში წერდი, მაგრამ მე მასალები თან მქონდა. ის განცდა რაც მე გამომყვა ყოველდღე. იცოდით რომ წიგნი უნდა ყოფილიყო ეს და არა ვთქვათ რაღაცა არა, ხო, ეს მონოგრაფია არ უნდა ყოფილიყო. ეს უნდა ყოფილიყო ჩემ მოგონებებზე აგებული. აი ეს ცხოვრების გზა რაც გაიარეს ცისფერყანწელებმა კოლონ ნადირაძის ცხოვრების გზის ასე ვთქვათ ფონზე. რა თქმა უნდა, მეტი რა ვიცი, თუ ეს სიტყვა მოიტანს კიდე შეიძლება რაღაცა ჩავარდე. დიდი მადლობა, უბრალოდ მსმენელს შევახსენებ ჩვენს ტელეფონის ნომერსაც 2409192 და 24092 ეს გახლავთ პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები და თუ კი მსმენელს ექნება შეკითხვა სტუმრებთან, თვითონ ლიტერატურულ პრემიასთან დაკავშირებით, ალბათ უფრო ნაკლებად შევძლებთ ჩვენ ხო რაღაც უფრო დეტალებზე აი ამ თვითონ ლიტერატურული პრემიის შესახებ რომ გავცეთ სტუმრებს პასუხი, მაგრამ მაინც შეგიძლიათ დარეკოთ სწორედ ამ ნომრებზე 2409192 და 24092 და ახლა ბატონ გიორგისთან უნდა გადავიდეთ, ხო, გადავცეთ მას სიტყვა. მისი ნომინაცია წელს არის პირველად აღმოჩნდა იმ სიაში, ნომინანტთა სიაში, ასე ვთქვათ, ელექტრონული წიგნი. ეს წიგნები, რომლებიც თუ არ მეშლება, ქვეყნდება თვითონ საბას საიტზე, saba.com.g და თქვენი წიგნიც სავარაუდოდ ალბათ 2015 წელსში დაიდო აი ამ საიტზე. იქ არაერთი წიგნია, მაგრამ ეს ერთი რომელიც აი კონკურსზე არის ასე ვთქვათ შეტანილი. ბატონ გიორგი, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რატომ გადაწყვიტეთ საერთოდ რომ თქვენი წიგნი ყოფილიყო ელექტრონული ფორმატით თქვენი? კი ბატონო, მე გეტყვით პირველ რიგში მე მივესალმები აუდიტორიას, მსმენელებს. და მე მოგიყვებით ალბათ მე თვითონ ნაწარმოებზე, მაგრამ თავიდან აი მე როგორც მესმოდა ეს და ძალიან მიხარია რომ ეს ნომინაცია ელექტრონული წიგნის არსებობს, იმიტომ რომ იდეა ამის შესახებ. პირადად მე მქონდა პირადად მე რა ახლა გარკვეული პატარა წვლილი იმაში იდეურ მომზადებაში ამ საკითხის ჯერ კიდე 2012 წელს მქონდა გამოთქმული. მე თანამშრომლობდი მაშინ ლიბერალ ჯისთან საიტთან. და გამოვაკეთე და ბევრი ლაიკის მივიღე ამასთან დაკავშირებით და ლაიტმოტივი რა იყო ახლა ამის იდეა გამოაქვეყნეთ. იდეა იმისი რომ ძალიან ნაკლია, საბაზე სხვა პრობლემებიც იყო. საბას ჰქონდა მომენტები აი ეს ბოდიში ჟარგონს ვიხმარ ცოტა მოტოსოკო სიტუაციის გლამურული, ლიბერალური მაინდა-მაინც აი ერთი ტრენდის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში და სულ ეგივე გვარები ჩნდებოდა ხოლმე, რაც ახლა ნაკლებადაა სხვათა შორის. იმიტომ რომ მართლა ცოტა პროფანირების სახე მიიღო პრემია. და
ამავე დროს ჩვენ სხვა პრემია საქართველოში რეალურად არ აქვს. რაც არის ეს არის. ამაზე შეიძლება კიდე ცალკე ვილაპარაკოთ. პრემიების საკითხი თავისთავად არის საინტერესო, ალბათ სწორედ ხო ეს შეიძლება ლიტერატურის თვალსაზრისით შეფასების მთავარი არ იყოს, მაგრამ გარკვეული სტიმულის მაინც არის ადამიანებისთვის, ხალხს თვალის ახოჭვა საჭირო არა. რაც ეხება იმას, რა ქვია, ელექტრონული პრემიის საკითხს. საქმე რაშია, როგორ წარმოიშვა ეს სიტუაცია. სინამდვილეში საქართველოში ეს კონკრეტულად საბაზე ძალიან კარგად ჩანდა. გარდა გარკვეული ასე თქვა, როგორ თქვა, რუსულში არის ზნაკოვი ფიგურა, ქართულად ცოტა არ ითარგმნება ეს გარკვეული გამოჩენილი ფიგურების წერლობაში, რომელსაც მე ვთვლი რომ დამსახურებულად, მაგრამ შეიძლება ცოტა ზედმეტად აქვს რაოდენობრივად მეორე ეს ჯილდო მიღებული. ამავე დროს მინდა აღვნიშნო რომ მაგალითად აკამორჩილოდეს უდიდეს პატივს თომინე 7 საბა იყოს, მაგრამ რეალურად ეს მაინც არის აი ესეთი სიტუაცია, რომ რამდენიმე სრულდებოდა რაღაც კონკრეტული გვარები. ხა არ შევყვეთ ახლა ამას, იმიტომ რომ თავის თამაშის წესები იქ არსებობდა როგორც ჩანს, მაგრამ აქ არის სხვა მომენტი, რომ ადამიანი იქ უნდა ყოფილიყო წარდგენილი აუცე გამოცემული წიგნი. ახლა საქართველოს პირობებში რას ნიშნავს გამოცემული წიგნი? ეს ნიშნავს, რომ შენ ყავს სპონსორი, იმიტომ რომ თვითონ ან შენი საკუთარი პულით რატომ გაზარს ვთქვა ცებ წიგნს, რომლის ვთქვა მან პატარა ქართულ ბაზარში შენ წარმოდგენა არ აქვს, რატო გაიყიდება საერთოდ და შემდეგ არავითარი სარეკლამო საშუალება შენ არ აქვს. ამიტომ ეს თუმცა ყოველთვის ასე არ არის, მაგალითად ჩემი წიგნი სრულად გამომცემული გამოსცა. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ჯერ არ დამისწორებია, მე დავიწყობ ყველაზე ადვილი, ანუ შენი საკუთარი პულით აკეთებ. მეორე ეს არის გამოცემლობა. და ეს რას ნიშნავს, რომ გამოცემას უნდა მოეწონო, ხო? ეს ნიშნავს, რომ შენ ფაქტიურად მწერალი არის ფიგურა ნომერი 2, მოდი ვთქვა და გამოცემელი არის ფიგურა ნომერი 1. შენ როგორც მწერალი არ ახარ თავისუფალი. შენ ჯდები უკვე მიღაც ადამიანის, შეიძლება გენიალური ადამიანი იყოს, ძალიან კარგი ხელმოქმედი და ასე შემდეგ, მაგრამ შენ ჩაჯდე მის გემოვნებაში, უნდა გაყვე მის ხაზს, უნდა იყო მისი მადლობელი. ელექტრონული ვერსიები რას გაძლევს შენ? ინტერნეტ ლიტერატურა და ასე შემდეგ. ის შენ გაძლევს თავისუფლებას, რომელიც შენ ამ შემთხვევაში გაქვს. შენ ხარ ოდნავ ისა, საიტებს აქვს თვითონ თავის პრობლემა, გამოქვეყნება და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ თავისუფალი კაცი ხარ. შენ და ამ იდეის გატარება, რომ აი შენ პირადად როგორც მწერალი შემოქმედი თუ რაღაცა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, არავითარი ძია არ გეხმარება, არავითარი სპონსორი არ გეხმარება, არავითარი გამოცემლების გემოვნებაში არ ჟდები, არ უნდა იყო მაინდა-მაინც მასზე დამოკიდებული და მიჭკუაზე იარო. მე მგონი ეს კარგია შემოქმედებისთვის და არა ცუდი. სხვა აბავე რომ რატომღაც ეს იყო მიუღებელი თავის დროზე აი ამ პრემიალური ასე ვთქვათ ვინც მესვეურებისთვის. ჭირდებოდა ამას დამტკიცება და მე სხვა შორის მიხარია რომ ერთ-ერთი ვიხავ გეუბნები ცათავებთან მე შეგვიძლია დავთქვით 2012 წელს გამოაქვეყნეს შესაბამისი სტატია, რომელიც არის აუცილებელი. კარგია, როდესაც 2016 წელს რაღაცა შენი იდეა სულ სხვების იყოს ხელი და ასე შემდეგ, ასე თუ ისე იქნება მიღებული. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს გარკვეულ მორალურ წარმატებას. იმ ადამიანებმა, რომელსაც არ აქვთ პირდაპირ გასავლელი, აი როგორც თქვენ ამბობთ, თქვენ გაქვთ დაუშვოთ ის არტანუჯი თუ რაღაცა თქვენ გაქვთ და ვიღაცა არ აქვს, იცით? და იმას უნდა ქონდეს ხო საშუალება გამოაჩინოს თავის. ინტერნეტი გაძლევს ამის საშუალებას. და რა არის იმაში ცუდი თუ არაფერი ცუდი არ არის პირიქით. მე მგონი პირიქით ცოტა დაგვიანებით, მაგრამ კარგია რომ ეს მიღებული იყო. ახლა რაც ეხება პირადად ამ ჩემ იმას თუ გინდათ მერე ვიტყვი, თუ გინდათ მერე. წიგნზეც გინდათ გითხრათ და თქვენს შესახებაც რომ უთხრათ მსმენელს უფრო მეტი ჩემ საკუთარ თავზე ლაპარაკი მაინდა-მაინც. არა, უნდა მესმის რომ დღევანდელოს და მერც საინტერესო იქნება მსმენელებისთვისაც. და მერც აუქრიჟეს თურმე აუცილებელი. მაგრამ თავისთავად მაინდა-მაინც ჩვენი თაობის ხალხი ვართ, მე ყოველ შემთხვევაში და მე მგონი თქვენს. აწილობრივ, მაგრამ მე თქვენს უფროსი ვარ, ეს მიღებული არ იყო. და საერთოდ საკუთარ თავს მწერალს არ უწოდებდა ადამიანი, სხვას უნდა დაეძახა ეს მწერალი. წავიდა ის რო უკვე მოგვდა ასე ვთქვათ. თქვენ თუ უწოდებთ თქვენ თავს მწერალს? მე სულ უწოდებდი ჩემს თავს ლიტერატურს ბოლო მომენტამდე, როდესაც რაოდენობამ ჩემი მიერ გამოქვეყნებული ასე ვთქვათ რაღაცეების რეალურად ჟურნალებში, ქართულ ჟურნალებში, წიგნები ნაკლებად, მაგრამ ჟურნალებში მეჯდავენ და რაღაც თარგმანებიც არის და ასე შემდეგ, უკვე მაძლევს მე მორალურ უფლებას ზოგჯერ მაინც ვთქვათ ჩემზე რომ მე ვარ მწერალი. მაგრამ მე ამას ყოველთვის ხაზს უსვამნო, მე რა ვთქვათ პოლიტიკური მწერალი. მე პოლიტიკის გარეშე მაინდა მე კი არ ვიძახე რომ ეს აუცილებელი. შეიძლება ფილოსოფოსი იყო, მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის სახე არსებობს, მაგრამ პირადად მე მაგას სისუსტე შეიძლება ითქვას. მიყვარს მწერლებში მაგალითად გრემ გრინი მიყვარდა, რომელიც პოლიტიკური რომანისტი იყო და მე შეიძლება ეს მაგალითი გიველიოსა და ეს აი დიქტატურებზე წერა და რაღაცებს. თავის დროზე ჩემ მას ვთქვათ პიროვნებაზე ჯერ კიდევ როდის სკოლაში ვსწავლობდი, მონიტორებდი, გვატემალელი ეგეთი მწერალი იყო მიგელ ახელასტური, ეს გარდაიცვალა სენიორ პრეზიდენტის წიგნი აქვს, რომელიც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იმოქმედა და
ასე ვთქვათ, შემდგომ სულხო. დამარხულთა თვალები, გლაზა პაგრებიონი. ეს მეც იყო უკვე, დიახ, მართალი ბრძანებით, მაგრამ მე მაშინ ეს იყო რა, ციგნის სახში მქონდა, მე-9 კლასში ვიყავი თუ რაღაც, წავი ძალიან დიდი სტაბილიზების ქვეშ მოვექცი. კეთილი, ახლა ვიზე დაწერეთ ასე ვთქვათ თქვენ. ვიზე დავწერე მე. ახლა აქ არის მოთხრობა სინამდვილეში, რაც ახლა მაქვს, მაგრამ მე რატო ვთქვი ამ პოლიტიკურ იმებზე, იმიტომ რომ იგივე საბაკომგეზე ჩემი 6 თუ 7 სხვა რაღაცებია და თვითონ საბას ეს ცოტა შეიძლება პატარა ხარვეზი მგონია, მაგრამ მესმის ტექნიკურად რატო ეგრე. ერთწლიანი ციკლია რა, აი შენ რაც ახლა დაწერე ახალი ბოლო წელიწადში. იმის უფლება გაქვს წარდგენის და შეიძლება სულ გენიალური რამე გქონდეს დაწერილი ადრე არა ის ბორჩა ის აბა იმას არ განიხილავენ. მე მესმის რატო, იმიტომ რომ მაშინ 300 რამდენი თქვით 360 კი არა 3600 კაცი მოვიდა და ძალიან ძნელია, მაგრამ რეალურად ეს რა თქმა უნდა გარკვეულ შეზღუდვებს აკეთებს, იმიტომ რომ თუ შენ ახლა კონვეიერზე არ ახარ, თუ შენ გამოცდილებასთან გარკვეული პირობები და ურთიერთობები არ აქვს მათ შორის ფინანსური დამყარებული, შენ აი ვალდებული ხარ წელიწადში ორი. საერთოდ წერლობა როგორც მუზახად მოდის, ხადარ მოდის, არა? ესე ზუსტად არ შეიძლება. კეთილი, მოდი თქვენს მოთხრობაზე ვისაუბროთ. ხო, მოთხრობა პოლიტიკური ხასიათია, ეს მოთხრობა, ასე ვთქვათ, ძალიან აქტუალურ თემაზე, იმიტომ რომ რა ქვია თქვენს მოთხრობა? სია, ძალიან მარტივი სახელი ქვია სია. და მოგეხსენებათ ქართული პოლიტიკური ამინდი ატმოსფერო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში და წლებისაც არის აი დაღმობილი აი ამ შანტაჟზე, ვიდეო რაღაც მასალებზე, ფირებზე, ასე შემდეგ, რომელმაც ნუ ძალიან მოშხამა რეალური მორალური ატმოსფერო ქვეყანაში. და ასე შემდეგ, მაგრამ ამას თავის საფუძველი აქვს. ეხლა ჩემ შემთხვევაში, ამ მოთხრობის შემთხვევაში სია არის რა, ნუ ეს ეხება უშიშროების თემა. უბრალოდ როგორ არის ცით გაკეთებული, რომ ეს არის თვითონ სცენარის სერიალის. და ნელ-ნელა არის აი ამ სერიალის სცენარის მოყოლილი, რომელიც აი პირველი და რომელი ღენ სერიამდე, ნუ მიდის რა, ნუ ყდება კაცი, უშიშროების გენერალი, 80 საბჭოთა დროს ჯერ კიდე და რაღაცა სიას უტოვებს თავის შვილებს. ამაზე აი დაწერა 20 წლის მერე გახსნით. რაღაც ესეთი ამბავია, თუ ელიტარული ოჯახი, ვაკეში სახლი, როგორც გენერალს ეკუთვნის ასე შემდეგ. გადის ეს 20 წელი, მოდის ჩვენი დრო. და რაღაც მომენტში ისინი ხსნიან. ნუ სია ახლა ადვილად მიხვდებით რა სია უნდა ქონოდა უშიშროების გენერალს, ეს არის რაღაც მისი პირადი აგენტურის რაღაც ის, რომელიც იცოდა ამ კაცმა რომ ეს პერესტროიკა მოდის რაღაცა მოდის სახში წაიღო და შვილებს მერე გამოადგებოდა და ლოგიკა დაახლოებით ესეთი. ნუ როგორც გამოადგა იქ ჩანს სინამდვილეში. მე ამას აღარ მოყვები, მაშინ ინტრიგა აღარ იქნება, მაგრამ ნუ იმ ადამიანმა რომელსაც სადა იმ შვილმა რომელსაც სადა ამ ის გამოყენება საკუთარ პირად ინტერესებში სანამდე მიდის ბოლოს. მე არ მგონი ახლა იმასაც მარემ ვიტყვი რომ სულ არ მგონია რომ ეს მოთხრობა არის შედევრი. მე პირადად მაქვს ელუდით საერთოდ აი ამ ნომინაციაში. არა, იცი ძალიან ინტერპრეტულად უყურებდი, არც მეგონა მართალი გითხრით, იმიტომ რომ გეუბნებით მე საკმაოდ თვითკრიტიკული ადამიანი ვარ და ამაზე უარესების მას დაწერილი და უკეთესების და იგივე საბაკომგეზე, მაგალითად ანტიბიოგრაფია მაქვს მოთხრობა, რომელიც თქვენმა მეგობარმა როგორც ახსენეთ როსტომმა შეიძემ დაბეჭდა შარშან ჩვენ მწერლობაში, აი ეს არის ანტიბიოგრაფია, რომელიც მე მიუძღვენი ჩემ თაობას მართალი გითხრით, აი 50-იან წლებში დაბადებულებს ესეც ქვია, რომლებიც აი ცოცხალ სტალინის დაბადების დღეს დაიბადნენ, გარდაცვალების წელს დაიბადნენ, ჩემსავით 53-ში ვარ დაბადებული. და მოვიდნენ დღემდე. და რაღაც პატარა ესეთი ყოველგვარი იმის გარეშეა დიალოგების და რაღაცების, აი როგორ გაიარა ადამიანმა ეს პერიოდი, საბჭოთა პერიოდი, მერე ნორმალური რა, ასე ვთქვათ, ის არაფერი დისიდენტი და ჩვეულებრივი ტიპიური, ასე ვთქვათ, ობიუატელი თუ გნებავთ, რომელიც მერე აი 90-იან წლებში ყვება, რომელიც იყო ინტელიგენტი მეცნიერი, რჩება მერე ნოლზე, რომელიც მერე NGO-ებში დაიწყებს თანამშრომლობს, რომ სხვანაირად არ შეუძლია, მერე მიშას დროს ხდება დაუშვათ რაღაცა მიხვდება ადამიანი რაღაცა პრომიშისტური, ასე ვთქვათ, გაზეთის რედაქტორის მოადგილე აი ამ პოზიციაზე სწორედ მშელობა პირველი არ არის და რაღაცა როგორ იმ მომენტში შეაგროვებს რაღაცას ოჯახს ფეხზე დააყენებს, მაგრამ ზურგს უკან ესმის რომ ფაშისტი ძახია რაღაცა. ჟურის წევრებმა შეარჩიეს თქვენი სია. ჟურმა შეარჩიეს ის რაც იყო წარდგენილი კეთი რაღაც ხოდა წარდგენილი ის იყო შარშადი შარშადა წარმიდგენია და ეს იყო ეს რაც იყო ეს იყო და თუ გავიდა ახლა რაც მოგივა დავითაო შენი თავით. ნუ თუ მოგივათ კარგი რამ მოგივათ, ცუდი რამ არ მოგივათ. კარგი. მოდით ბექასთან გადავინოსოთ ახლა ბექას ნომინაცია გახლავთ საუკეთესო რომანი და ბექა როგორც ამ სტუდიაში შემოვიდოდით თქვა რომ არის გამოცდილი ასე ვთქვათ სტაჟიანი ნომინანტი, ხო? ფინალის მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, ნუ რაღაც რამდენჯერმე ვარ ფინალში გასული და ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი თავისთავად. და ძალიან საინტერესო მე ვფიქრობ, რომ ეს ლიტერატურული კონკურსები არის აუცილებელი, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად.
და რაც უფრო მეტი იქნება, მეტზე არ არის, რაც უფრო ხარისხი მიჯობია, კიდე ერთი ორი ხარისხს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. საბამ უკვე მოიპოვა საკმაო გავლენა ავტორიტეტი და ნუ რაღაცა უკვე წლებმაც თავი კი გეთანხმებით ნინო იმიტომ რომ რაღაცა უკვე 14 წელი გავიდა ხო თუ არ ვწდებით 14 წელია და რაღაც უკვე ამ ლიტერატურულ პრემიას აქვს თავისი ბიოგრაფია, თავისი სახე მაგრამ ეს არის რაღაცა კრიტიკის როგორც ალბათ ყველა ლიტერატურული კონკურსია და ამას ყოველთვის მოყვება ხოლმე თუმცა ჩემთვის პირადად აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ რომ ну რაღაცა რა სულ მაგაიხლაც რამდენიმეჯერ უკვე რაც ეს შორტლისტები გამოქვეყნდა პირველ ინტერვიუს არ ვიძლევი უკვე მე რამდენი ინტერვიუს ვიძლევი და უნდა განმეორდე და ვთქვა რომ ძალიან სრულად გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ისე ვუყურებ რაღაც ჩაოლებრივად და ნორმალურად და არც გულგრილად და ისე რომ ახლა ახ როგორ გეკადრებათ არც უიდე და რა ხდება სულ მაგას ვიმეორებ რომ ნუ გამიხარდება თუ გავიმარჯვებ თუ არ გავიმარჯვებ უკვე წელი ეს ციგნი გავიდა არა რასაკურ არის დასასრული არის დასაწყისი იმიტომ რომ ციგნი გავიდა უკვე საუკეთესო 4 წლის საუკეთესო 4 რომანში რო გავიდა ეს არის უკვე რაღაცა მიღწევა და ამეთანხმებით იმიტომ რომ როგორც თქვენს ბრძანეთ იყო საკმაოდ სერიოზი როგორც ჩანს ძალიან მკაცრი ჟიურია იმიტომ რომ უპრეცედენტოდ დიდი ციგნი ბევრი ციგნი იყო შემოსული და ძალიან დაწურული მოკლესია გვაქვს ჩვენ ახლა და ეს შედეგი უკვე რომ ეს ციგნი უკვე არის შორტლისტებში რასაკვირველია მაძლევს უფლებას რომ რაღაცა შეგინაგანი კმაყოფილება ვიგრძნო როგორც ადამიანმაც და როგორც წერალმაც და ანუ არაფერი დავალოდოთ სექტემბრისას და გამოჩნდება რაღაცა საინტერესო ამბავი ხდება სალამაზი და სანახავია მეგობრებს ხვდები და არ არის მართლა მაინც და მაინც სიგნზე მოდი ცოტა მეც გკითხავ ოღონდ მსმენელს შევახსენებ რომ უსმენთ გადაცემას თავისუფალი ლიტერატურა ჩვენი სტუმრები გახლავთ ბექა ქურხული ნინო ჩხიკვიშვილი გიორგი ლორთქიფანიძე ანიკო პალიანი უნდა შემოგვიერთდეს და იმედია მალე შემოგვიერთდება და მე ვარ ნინო თარხნიშვილი ასე გამოვიდა რომ დღეს ამ გადაცემის წამყვანი შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომრებსაც 240 91 92 ჩვენი საუბრის თემა არის ლიტერატურული პრემია საბა სულ რაღაც 2 დღის წინ გამოქვეყნდა ფინალისტების სია და სწორედ ფინალისტები არიან დღეს ამ გადაცემის სტუმრები და საუბრობთ როგორც თვითონ ლიტერატურულ პრემია საბაზე ისე თვითონ თითოეული ავტორი საუბრობს თავის ციგნზე და კლავაც ბექას დავუბრუნდები ახლა ბექას დავუბრუნებ სიტყვას რომ უფრო მეტი გითხრას მან თავისი ციგნის შესახებ თავისი რომანის შესახებ რა ვიცი როგორ იყო ამ რომანის წერის პროცესი საერთოდ იდეა ამ რომანის დაწერისა თქვათ რა ხნის მანძილზე მუშაობდით ამ რომანზე და იცით რა მოხდა ესეთი რამ რომ სადაც 2014 წელს ამ რომანი დავიწყე სადღაც 2011-ში თუ არ ვცდები და მე რომელღაც მომენტში გავჩერდი იყო სულ მახსოვს 16 ნაბეჭდი გვერდი დაწერილი და მე ამის შემდეგ 2011 შემდეგ გამოვიდა ჩემი პროზაული სრული კრებული პალიტრაელმა გამოსცა ეს ძალიან საინტერესო ჟურნალი იყო სამწუხაროდ გაჩერდა ეხლა ლიტერატურული პალიტრა ძალიან სუდია რომ გაჩერდა სხვათა შორის გეთანხმებით და აი მაშინ იყო სერია თუ გახსოვთ ჩვენ რამდენიმე ტომი გამოვიდა სრული კრებული ეს ლიტერატურული პალიტრაელის გამოცემლობა გააკეთა ეს გახლდა 2012 წელი 2013 წელს უკვე გამოვიდა ორი ციგნი ერთდროულად ეს სიესტამ გამოსცა გამოცემლობა სიესტამ ქალაქი თოვლში და საუნჯემ ჩანაწერები სხვა შორის მეორე წელს ორივე ციგნი იყო შორტლისტებში ერთიც და მეორეც და აი უკვე რამდენი 2014 წელს სრულად ისეთი აღარც ვაპირებდი მაგ წელს ციგნის გამოცემას სრულად კვარაცხელია ინტელექტის გამოცემელმა და რედაქტორმა მითხრა რომ რაღაც რომანზე გვაქვს დაინტერესება და რომანი ხო არ გაქვს და მაგ დროს მქონდა ბლოგების და ესების კრებული მაქვს მეთქი სხვა რაფერი ცხელ შოკოლადში და ლიბერალში გამოდიოდა ეს ციგნიც გამოიცა ეს მაინტერესებს მაგრამ აბა ვნახოთ ერთი ეს რომანი დაწყებული მაქვს მეოთხე ზუსტად და ვნახოთ აქედან რა გამოვა იმიტომ რომ რაღაც წინასწარ ასე ვდამეთანხმებით რომ ვერაფერს ვერ იტყვი რა გამოვა როცა იწყებ წერას კაცმა არ იცის ზუსტად მახსოვს წერა დავიწყე 2014 წლის 31 დეკემბერს ახალ წლის დღეს და დავასრულე 2015 წლის 27 ნოემბერს. ანუ ფაქტობრივად გამოვიდა ძალიან სქელი, იმიტომ რომ თემაც ისეთია მასალაც, იმიტომ რომ ეს ციგნი ეძღვნება მოქმედება ვითარდება 1986 წლიდან 2004 წლამდე მთავრდება აფრასიძეების ცნობილი ეცერში აფრასიძეების დახოცვით. სამხედრო ოპერაციული სამხედრო ოპერაცია. ეს არის რეალური ისტორიები. იცით როგორა ვთქვა, ესეთი ფორმატი, ეს როგორი იხლართება რაღაცა უცნაურად, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად გამოგონილი პერსონაჟები და ამავე დროს აბსოლუტურად რეალურ სახელები და გვარები ტიპები არიან აბსოლუტურად თქმა უნდა პროტოტიპები შეიძლება ყავდეთ, მაგრამ ამავე დროს ეხვევიან
მოგეხსენება თქვენ უმცროსი ბრძანდებით, მაგრამ ქალბატონს და ბატონს აღემახსოვრება ეს რა პერიოდი იყო, ხო? ეს ბიჭები გამოდიან ეზოდან და იწყება 9 აპრილით ერთი ავღანეთში ხვდება, მერე სამოქალაქოები, მერე ცხინვალის მერე აფხაზეთის და ეს თაობა როგორ მეც მახსოვს მაგ თაობის ვარ მეც. ხო და როგორ გაიხვია ამ შარში, ამას რა მოყვა, როგორ მოყვა და რამხელა სულიერი სტრესი და რამხელა ტრაგედია და სულ ამოფხოლმე რომ ჩვენ თაობაში ეს უფროსი ბიჭები იყვნენ, ჩვენ ხელები და უფროსები, ხო? რომ სულ ამ თაობაში ვინც დაიხოცა და ვინც გადაურჩით, მე მგონი ისინი დაიხოცეთ მეთქი იმ ხელა ეს დატოვა კვალი ამ წლებმა, ანუ ძალიან სერიოზული ის დატოვა და გამოვიდა ეს თემა მოუცლობაზე მოულოდნოდ, ისე რომ ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ და გამოვიდა 600 გვერდიანი რომანი, რომ დავინახე ესე უყურებდი წერად ეს რა არის ბიჭო. არ ყოფილა ზარმაცი. არა, ზარმაცი ვარ, მადლობა, მაგრამ რაღაცა ეს ეთყობა რაც გაწუხებს, რაღაცა იცი როგორ პირდაპირ თქვა ეხლა ეს ჟილკა რაც, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს დაგროვილი იცი რა. ნინო ჯერთი რაღაც ეთყობა შინაგანი პროტესტიც მქონდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სტერეოტიპები მოგეხსენებათ, ხო? ეხლა ისევ განმეორდები, მაგრამ ეს რაღაცა მშვენივრად იმუშავა ჩვენ თაობის წინააღმდეგ და ჩემი უფროსი თაობის წინააღმდეგ ამ კომკავშირულმა შავმა პიარმა უყვართ ესე, ხო? რაღაცა სტერეოტიპია, რომ შავი პერანგები, ხო, შავი პერანგები, ხო, ისი ჩაჭუჭური შავი პერანგები, ვილკები გაყლეთ, ყველანი მორფინისტები იყვნენ, ყველანი მკვლელები იყვნენ, სულ სხვანაირად იყო სინამდვილეში. ნუ ეს 90-იანი წლების ქუჩა ხო ყბადაღებული და ძირითადად რატომღაც ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც ფანჯრიდან უყურებდნენ ამ ქუჩას და ეს იგივეა დედამიწაზე შენ ილაპარაკო და მთვარიდან უყურებთ. იმიტომ დედამიწა მთვარიდან მთვარე ჩანს სულ სხვანაირად შიგნით. რა თქმა უნდა საშინელებები ხდებოდა. აქ არავინ არაფრის მე პირადად არაფრის გაიდეალიზებას არ ვცდილობ. რა საკვირველია, მაგრამ არ ხდებოდა სინამდვილეში ასე. მაგალითად, როდესაც ამობენ რომ აფხაზეთში ვინც ომობდნენ, იყვნენ მორფინისტები, რაც ყბადაღებული თემა. უბრალოდ ფიზიკურად მორფინისტებიც იყვნენ მწერლებიც იყვნენ, გლეხებიც იყვნენ, პროფესორ ფიზიკოსებიც და ასე შემდეგ. უბრალოდ ვინც ოდნავ მაინც ერკვევა სამხედრო საქმეში, მიხვდება რომ მორფინისტები წელიწად და 13 თვე სულ ჯარს წინ ვერ აღუდგებიან. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 2008 წელს ფანტასტიკური გაწვრთნა და გადასარევი ჯარი რამდენი ხანი გაძლო. და ასე შემდეგ და ეს ეთყობა რაღაცა შინაგანი პროტესტიც იყო. აი ეს წყვეტა რატო გქონდა თქვი რომ 2011 წელს დაიწყეს? ანუ არ გქონდა თქვათ ამისი რაღაცა ბოლომდე არ იყო მომწიფებული ეს თემა შენში თუ სტიმული არ გქონდა თუ რა იყო? რა ვერ ეხლა მაგ ზუსტად ამ ჩემზე საუბარს რომ მოურჩებთ და ძალიან გამიგრძელდა შენთან უნდა გადმოვიდე კითხვით და აი შენც ეგეთ მაგარ კითხვებს დაგისვა, იმიტომ რომ შენც ხო იცი რომ ეს როგორ ხდება კაცმა არ იცის. მაგალითად ჩემი წინა ესეთ ვრცელი მოთხრობა ხო შეიძლება მცირე რომანი დაარქვეს, შეიძლება ვრცელი მოთხრობა ეს პოვესტი რუსულად და ქართულად არ აგვაქვს. ორი მთვარის ამბავი იწერებოდა, რომელიც გამოვიდა 2011 წელს. ანი შემოგვიერთდა სტუდიაში, ანი კოპალიანი, რომელიც ასევე რამდენიმე წელი იდო ეს მასალა. აი იგივე ქალაქი თოლში ეს მკვლელი და მუსაკალეს აფხაზეთს და გალისამებს და ავღანეთს. ასე რა ხანდახან დამეთანხმები ხო რამდენიმე ხანი დევს ეს მასალა და რომელიღაც მომენტში იწყება ან იმპულსია, შემთხვევაში ზუსტად კვარაცხელიასგან ან რა ვიქნე ქარი დაბერავს წვიმა წამოა შენ დადგები კეცხასაც და იწყებ. უბრალოდ ეს ძალიან ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. თავისა თუნებას მომცე მე ხა შენ მოგიბრუნებ კითხვა. მოდი ჯერ ანის კითხოთ ხო? ანი შემოგვიერთდა და მე აუცილებლად ხო მოვიღებ ამ ამბავს. ანი მოგესალმები. ანი კოპალიანი შემოგვიერთდა კიდევ ერთი ნომინანტი, ფინალისტი ლიტერატურული პრემიას საბასი, მისი წიგნი წარდგენილი არის თარგმანი, საუკეთესო თარგმანში. ანი თავად გვეტყვის ამის შესახებ, იმასაც გვეტყვის არის თუ არა ეს პირველი მისი ფინალისტობა საბაში თუ უკვე აქვს გამოცდილება, ასე ვთქვათ, ამ ლიტერატურულ პრემიასთან ურთიერთობისა. ანი მოგესალმები და გისმენთ. გამარჯობა ნინო, ეს ნამდვილად ჩემი პირველი მონაწილეობა, პირველი შემთხვევა, როდესაც გავხდი საბას ფინალისტი და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წიგნის შესახებაც უნდა თქვა აუცილებლად რა. კი ბატონო, ჩემი კიდე იმის თქმა მინდოდა, რომ მე ვარ წიგნები ბათუმში, აი ამ გამომცემლობის ავტორია, ასე ხო. პირველი ნომინანტი არის ამ გამომცემლობის წიგნის საბაზე, ანუ ჩემი თარგმანი, რაც თავისთავად ცხადია
ჩემთვის ცოტა გულისამაჩუყებელი ფაქტია. წიგნები ბათუმში იცით ალბათ, ძალიან კარგი ახალი გამომცემლობა არის, რომელიც ცდილობს, რომ ის ნიშა აითვისოს, რაც აქამდე არ იყო, მანამდე არ იყო ქართული გამომცემლობების ბაზარზე, ანუ sci-fi და ყველაზე თანამედროვე და ყველაზე ისეთი ლიტერატურა, რომელსაც არის ხეთაგან 90-იან წლებში ფანტასტიკა. ხეთაგან 90-იან წლებში ლაპარაკობდი და ტიპიური წარმომადგენელი ვარ გამოვიჩინე. სამეცნიერო ფანტასტიკა ვიცი და sci-fi მადლობა. მე საერთოდ აღზრდილი ვარ სამეცნიერო ფანტასტიკაზე. ანუ ის ლიტერატურა, რომელსაც ყველაზე მეტად კითხულობენ ჩემი სტუდენტები და ჩემი შვილიც მათ შორის და ყოველდღე დიდი რუდუნებით ელის თითოეული წიგნის მათთან თავის მოწონება რომ მინდა ვეუბნები რომ აი მე ამ გამოცემლობისთვის ვიმუშავე. არის სხვარი ფანტასტიკასა და ფენტეზის შორის ეს სხვადასხვა ჟანრებია ეს. კი, რასაკვირველია. ეს კლასიკური ფანტასტიკა ვიცი, სოციალური მაგრამ საჭირო საბჭოთაც სტრუგაცკებს კითხულობენ თქვენი სტუდენტები. სტრუგაცკებს კითხულობენ, კი არა, მე მგონი 3 წიგნი გამოსცა წიგნები ბათუმ. ამ გამომცემლობამ კითხულობენ და იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ამერიკული და ინგლისელების გვარები, რუსები ნაკლებად. არა და აქ უფრო მეტი საერთოა ჩვენ წასულთან. აი გლუხოვსკიც ასევე რუსი რომელიც ახალია. სტუმრობდა ხო? ეს ახალია და ის კლასიკაა უბრალოდ. კეთილი, ანი, დიახ, თუ შეიძლება. რაც შეეხება ჩემს იმ წიგნს, რომელიც მე ვთარგმნე, ეს sci-fi არ არის, ეს არის დისტოპია. მე ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი მწერლის, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მწერლის, მარგარეტ ეტუდის. მარგარეტ ეტუდი უკვე ცნობილი იყო ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ შარშან თამარ ჯაფარიძემ თარგმნა არაჩვეულებრივად მარგარეტ ეტუდის მე ვფიქრობ საუკეთესო რომანი ბრმამკვლელი და ამიტომ ქართული საზოგადოება აი გულღიად მიესალმა ასე ელოდებოდა ხევლის წიგნის გამოსვლას და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ რომ გამიმართლა ამ თვალსაზრისით რომ კარგად მიიღო წიგნი საზოგადოებამ და ეს მართლაც საინტერესო წიგნი არის ფემინისტური ტრაქტატი ასე ვთქვათ ერთგვარი რომელიც ოღონდ არ არის მხოლოდ ქალებისთვის, ეს არის პირველ რიგში კაცებისთვის, როგორ არ უნდა მოექცნენ ქალებს. გაფრთხილება ამისა და უნდა წავიკითხო. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ჟანრების აღრევა არის ძალიან საინტერესო და გარდა ამისა მარგარეტ ეტუდს ეძახიან კომერციის დედოფალს, ასე ვთქვათ, მას შეუძლია ძალიან დახვეწილი და მართლა მაღალი ხარისხის ლიტერატურა ისეთ კომერციულად მომგებიან ფორმებში წარმოადგინოს რომ იყოს ყველაფერი ერთად. ანი, რა პროცესი როგორი იყო აი ამ მუშაობის პროცესში, აი ამ თარგმანზე, იმიტომ რომ თარგმნა კიდევ რაღაცა სხვა ფენომენი და სხვა სირთულე არის, როდესაც უნდა შეაღწიო იმ ავტორის სხეულში, სულში, შეძრა, ასე ვთქვათ, იმის კანში და რომ რაღაც მაქსიმალურად გადმოა ქართულო ამ შემთხვევაში ის, რასაც ის წერს იმ თავის ენაზე, ხო? რომ კითხველამდე ბოლომდე მიიტანო მისი ნაფიქრი და ნაწერი, ასე ვთქვათ. ეს იყო მართლა ძალიან რთული პროცესი და სრულიად მესმის იმ მსახიობების, რომლებიც რაღაცა როლში შედიან და მე რჩებიან როლში და გიждდებიან და არა მართლა სრულიად მესმის, იმიტომ რომ ამ კომპიუტერიდან დგებოდი საშინელ ხასიათზე, უმძიმეს ხასიათზე და მე ვაცნობიერებდი დროთა განმავლობაში, რომ არა ჩემ ცხოვრებას არაფერი ცუდი არ ხდება. ეს ყველაფერი იქ ხდება. ანუ ვეღარ ვავლებდი საზღვარს უკვე სად იყო ჩემი ცხოვრება და სად იყო აი ამ კარლის ფრედისას ცხოვრება, რომელიც ამ სასტიკ სამყაროში ცხოვრობდა და მართლაც ეს არის და მე მაგალითად ცრუმორწმუნე თარგმნელი ვარ. მგონია რომ თარგმანები ამიხდება. ასეთი საინტერესო. ასეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე და 1-2 ამხდენია ძირითადად ლექსები. ლექსების ახდომა მაგარია, მაგრამ აი ეს თუ ახდა მარტო მე არ ამიხდება სამწუხაროდ ასე რომ ჯობია. ნუ გვაშინებთ. ჩვენ არ მგონია გვაშინებდეს, მე მგონი ეს არის სწორედ მარგარეტ ეტუდის გაფრთხილება იმისა მთელი საზოგადოების მიმართ, რომ ეს არ უნდა მოხდეს, ეს არ უნდა გახდეს. არც რელიგიურმა ექსტრემიზმმა და არც ვთქვათ მიზოგინიამ არ უნდა მიაღწიოს იმ საზღვრებს. მიზოგინია რა არის? თავმოძმეობა. მოიცა თვითონ ფემინისტებს არ ეშინიათ ამ ყველაფერს.
რომ წუდათ მოუბრუნდეთ. მე ძალიან მეშინია რომ ჩვენი კამათი გაცდება ლიტერატურულ ფარგლებს და ანუ ელოდი თუ არა საერთოდ აი ამ ნომინაციაში ამ შენი თარგმანის ნახვას არ ველოდი მართალი რომ გითხრათ. რატო არ ელოდი? იმიტომ რომ თარგმანის ნომინაცია არის ყოველთვის ძალიან გრძელი სია იყო. გრძელი და აი არიან ძალიან საპატიო ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ელოდებიან იმას, რომ განა იმიტომ რომ არ ეკუთვნით ყოველ წელს დებენ საუკეთესო ხარისხის მართლა, აი თუნდაც მაია ბადრიძე, თუნდაც იმავე იგივე თამარ ჯაფარიძე, ყოველ წელს სტაბილურად დებენ საუკეთესო ხარისხის თარგმანებს და ნუ ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ არ აქვს საბა და აქ არის ისეთი ძალიან კონკურენტული გარემო, როგორც იტყვი. ან კონკურენტულის და ამ დროს მეგობრულის, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ თარგმნელები გამონაკლისის სახით ლიტერატორების ის კასტა არის, რომლებიც ძალიან გულშემატკივრობენ ერთმანეთს, ყოველთვის კეთილგანწყობილი არიან ერთმანეთის მიმართ. ჩვენ გულშემატკივრობთ ხოლმე ეს სათესიც არის. რა ჯანდაბა ყველას არ გვჭირს. ეგ რა გადაგვისვა. ისე რა ქვია, აი წერლები რო ერთმანეთს ეკიშებ, მაგას რა გენია ქვია, რომელი მიზოგენია. ანტროპია. მაგის წერლები უნდა მოიფიქროთ სასწრაფოდ სახელწოდება. უკეთეს რამეს ვიზავ ეხლა მე ani შენის ნებართვით და გადავალ დაგვეჩაგრა ნამდვილად წამყვანი. აბა შენ რას გვემართლები რომელ მიზოგენიაზე თან აღვახსნა. ხო, სხვათა შორის ჩემი წიგნიც არის მიზოგენიაზე და ქალთმოძულეობაზე, როგორ არ უნდა იყვნენ ადამიანები ქალთმოძულეები თუ ასე შემდეგ, ხო. ხო, ნუ თემატიკა არის სწორედ რამდენიმე მინიატურა. მოდი ვიტყვი თავიდან, ეს არის პროზაული კრებული, ხო, პროზაული კრებული, ქვია წიგნს ასე Ninos Notes და აქვს ძალიან ესეთი რაღაცნაირი ფორმატი. ზუსტად ზვიადი მოვიდა ერთ დღესაც როგორც რესპონდენტი ჩვენთან რადიო თავისუფლების სტუდიაში და დამინახა იქ დავბორიალობდი და მითხრა რომ შენი წიგნი ხო არ გამოგვეცაო და ნუ მე შევხედე რა წიგნი და აი შენი Facebook სტატუსების და შენი ნოუთების ასე ვთქვათ წიგნიო ხო და რა ვიცი რამდენად სერიოზულად შეიძლება აღექვას მეთქი ადამიანმა აი ასეთი წიგნი და რატომაც არაო ცადოთ და მოკლედ ასე შეიკრა შეგროვდა მივედი სახლში, თქვი ეს ოჯახში რაღაც მორიგი, რაღაც არასერიოზული დამოკიდებულება მივიღე და ნუ მაინც ჩავუჯექი ამ Facebook-ს და დავიწყე სკროლვა, ასე ვთქვათ, ამ ჩემი სკროლვა ვიცი რაც არის. ხო. სპეციალურად თქვი, კითხვას თუ დამისადი. ხო. დავიწყე ასე ვთქვათ სკროლვა ამ ჩემი Facebook გვერდისა და ვიპოვე რაღაცები, საინტერესო რაღაცები, რასაც თuliდი მართლა მეც რომ საინტერესო იყო. ავაშიარე, ხო. არავინ დამითაგავს, ხო, არავინ დამითაგავს, ხო. აკოლადი Facebook ვოლკები ვარ, ეგ არა. ხო, არავინ დამითაგავს, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე დათაგვა, რომ მაინც რაღაც მივიდო ვიღაცას, რომ წაიკითხე რა დავწერე და როგორ დავწერე. და შევარჩიე მოკეთ რაღაცა სტატუსები. სტატუსები ქვია ეხლა მას შემდეგ რაც Facebook-ი გამოვიდა, თორე იმას რასაც მე ვწერ და ეხლა ეძახიან Facebook-ებს, იმას ქვია მინიატურა, ესეთი ჟანრი. ჩემი პირველი წიგნი, მცირე პროზა, მინიატურა, რომელიც შეიძლება სულ რამდენიმე წინადადებისგან შედგებოდეს და ჩემი პირველი წიგნიც, რომელიც 2006 წელს გამომცემლობა დიოგენემ, სწორედ იყო მინიატურების კრებული. აი ჩანაწერებს რო ვახსენებ. ჩანაწერებს რო ვახსენებ. ძალიან საინტერესო ჟანრი. რომელიც არის საკმაოდ ალბათ რთული დასაწერი არის, რომ მას აქვს თავისი დასაწყისი განვითარება, კულმინაცია, დასასრული, ხო, რაც ხშირად შეიძლება მოითხოვდეს რაღაცა ვრცელ მოთხრობას. ზოგი შეიძლება რომანის თემაც კი იყოს და შენ გიწევს რაღაცა წიგნის ერთ პატარა წიგნის გვერდზე, ასე ვთქვათ, ჩადო ეს თელი შენი სათქმელი. ნუ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ადვილი დასაწერია და მარტივი გამოსავალი არის და მართლა ესე არის. ჩემ შემთხვევაში მართლა ესე არის მარტივი გამოსავალია, იმიტომ რომ მაქვს ვთქვათ დატვირთული დღის გრაფიკი, მე სახში მიდიხარ და ტახტი გეძახის, რომელიც გეუბნება რომ თავი დამადე რომ დაიძინო, იქ რაღაცა დასაწყისი ჭურჭელი ასე შემდეგ და ის რაღაცა ემოცია რაც გიგროვდება, მდგები მე და წერა ასე მინიატურულ ფორმაში და ესეც გამოვიდა, არის ძირითადად მინიატურების კრებული, თუმცა არის რამდენიმე ვრცელი მოთხრობაც. ჭურჭელი რო დაალეცხოს მეუღლე არ შეიძლება. კი, როგორ არ შეიძლება, ხო, კი და ნუ ხანდახან შეიძლება. მე უკვე მოვიფიქრე მეორე ტომის სახელწოდება თქვენი წიგნის მომდევნო წლის. Ninos სტატუსები. ხო, Ninos Notes, ანუ დაახლოებით არტურ მილერსაც ჰქონდა რა, ბენეველი გაზეროგა რა. ხო, ტროპიკაზე. და
თვითონ თემატიკაზე ვიტყვი, მე ვარ პროფესიით ჟურნალისტი და მიწევს ყოველდღიურ ახალ ამბებთან შეხება, იქნება ეს ტერორიზმი, იქნება ეს ადამიანის უფლებები, იქნება ომი, იგივე ფემიციდი, ქალთა მკვლელობები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე არ მაქვს უფლება როგორც ჟურნალისტს, როგორც რეპორტიორს ეს ფაქტები გადმოვცე სხვანაირად და ის უნდა გადმოვცე ისე როგორც არის ყველანაირი შელამაზების და მხატვრული ტექსტების გარეშე, იმიტომ რომ ჩემს მსმენელს და ჩემს სტატიების მკითხველს არ აინტერესებს ჟურნალისტის რაღაცა ემოციები და ასე შემდეგ. და ვამბობ ხოლმე ხშირად რომ ეს არის უკაცრავად ეს რაღაცა ჰემინგუეის ცნობილი დეპეშის სტილის მსგავსი რაღაცა. დოკუმენტური პროზა. და მარჯვენა ხელით რომ წერდი ნიუსებს და სტატიებს, მარცხენა ხელით წერდი ამ მხატვრულ პროზას, მინიატურულ პროზას, იმიტომ რომ ის ემოცია, რაც თქვა დილით ნიუსების თარგმნის დროს და რაღაც ახალი ამბის კეთების დროს მიხდებოდა, საღამ ის ემოცია იმდენად გროვდებოდა ჩემთვის, რომ ის რომ არ გადამეტანა სხვა ფორმით და რაღაცნაირად სხვა კუთხით არ დამენახებინა. დააკრავდი ჭურჭელს თავზე სახში უყურე. ხო, აი ეს სამწუხაროდ ესე გამოდიოდა ხოლმე და მოკლედ ეს ზვიადის გამოცემობა ინტელექტის ხელმძღვანელის ზვიად კვარაცხელიას შეთავაზება რაღაცნაირად სერიოზულად მივიღე, რაღაცა 10 დღის მანძილზე შევაგროვეთ ეს ჩემი სტატუსები და ნოუთები უკვე უფრო ვრცელი მოთხრობები და შეიკრა კრებული და მარტივის სახელით. ესე იგი გარკვეულწილად გამოცემობა ინტელექტის ბენეფისია მე. ანუ ჩვენ დღეს იმდენი გზის ვახსენეთ ზვიადი, რომ არ შეგვიძლია მადლობა. მე ამისგან თავისუფალი ვარ, რაც ისოს ელექტრონული წიგნი. წიგნები ბათუმში აუცილებლად რომელიც უნდა ვახსენო. ესე გამოვიდა ეს წიგნი და იმდენად რაღაცნაირად ისე უცებ მოხდა ამ წიგნის შეკვრაც და შემდეგ უკვე გამოცემაც, რომ რაღაცნაირად არანაირად არ ველოდი, რომ ეს წიგნი შეიძლებოდა მოხვედრილი იყოს საბას აი ამ მოკლე სიაში, იმიტომ რომ იყო ამ პროზის ნომინაციაში საკმაოდ ბევრი ავტორი, საკმაოდ სერიოზული ავტორი და არც კი არანაირ ოცნებაში არ წარმოვიდგენდი, რომ ეს რაღაცა ჩემი საღამოთი დაწერილი სტატუსები და ნიუსიდან გამოსულზე დაწერილი სტატუსები შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო საინტერესო ჟიურის წევრებისათვის და ამიტომ ძალიან მაინტერესებს მათი ვინაობა, რომელიც არის გასაიდუმლოებული ყოველ წელიწადს, რომ ვინ ჩათვალა და ხო დარჩეს გასაიდუმლოებული. არა, მე მგონი არ ხართ თქვენ ორიგინალური ამ შემთხვევაში, მეც ძალიან მაინტერესებს. აი მე კიდე ყველას აინტერესებს. მე კიდე არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს. მინდა კიდე ერთი პატარა ის შევიდა, რა თქმა უნდა, რაც მომწონს ვიცოდეთ. ისა რა ქვია, პატარა ის მინდა შევიდა, ნუ ფეხბურთის ჩემპიონატი მიდის ახლა და ის მოდით რა უწოდებთ ჩვენ თავს ფინალისტებს. ჩვენ ვართ ნახევარფინალისტები. ახლა მიდის ნახევარფინალი, დღესაც არის და აი ფინალში თუ გახვალთ. ნომინანტები ასე ქვია. იმიტომ მაინტერესებს, რომ უკაცრავად. თუნდაც იმიტომ მაინტერესებს, რომ აი მადლიერი ვიყო თუ მადლობა არა, ეს შესახებ გავიგებთ. მე მგონი ეს არის მეორადი მნიშვნელობის საკითხი და ამის შესახებ გავიგებთ მას შემდეგ, რაც გამოცხადდებიან, გამოვლინდებიან, ასე ვთქვათ, გამარჯვებულების, რომელიც სექტემბერში იქნება ეს დაჯილდოების ცერემონიალი, მუხრან ბატონის სასახლეში უნდა გაიმართოს და მოკლედ იქ გავიგებთ ჟიურის წევრების შესახებაც და იმის შესახებაც თუ ვის მოეწონა ჩვენი წიგნები და აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო პირადად ჩემს ნომინაციაში წარდგენილი ასე ვთქვათ წიგნები, რომელიც ერთი ეკუთვნის ჩემს კოლეგას, რადიო თავისუფლების ჟურნალისტ დავით ქარდავას, რომელიც ძალიან ერთ-ერთი საინტერესო ავტორი არის და მინდა უსურვო მასაც წარმატება და კიდევ ერთი ავტორი არის სამადაშვილი, წარდგენილი ვუსურებ რა თქმა უნდა წარმატებას, მაგრამ ვუსურებ საკუთარ თავსაც უფრო მეტ წარმატებას, ისევე ალბათ როგორც თქვენ ყველანი არ ვიქნებით თავდაპირველად. ნელ-ნელა დასასრულს მივახლოვდა ჩვენი გადაცემა და ალბათ უნდა სულ ალბათ დაახლოებით 2 წუთი დაგვჭირდა, რომ პრაქტიკულად რო არა. თუ გქონდათ რაიმე სათქმელი 2 წუთში ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, როგორც ჩემს მინიატურებში შეიძლება ძალიან ბევრი რამის თქმა და ჩატევა.
არაფერი ერთადერთი მე ვუსურვებდი ქართულ სხვა მწერლებს ყველა დომინაციაში, ყველა დართქვის რომ პოლიტიკური მწერალი ვარ თქო და ყველა მეტი ყურადღება მიაქცია, აი ბატონმა ბექამ თქვა 2020 წლამდე რომანი დაწერა. მე სხვა შეიძლება უნდა ვთქვა რომ მეც მაქვს რაღაცა უყოდ დაწერილი თავის დროზე 2004-11 წლებზე. არის ასეთი ინტერნეტის იმებში არის ტრიალოგი ლიტერატურულ კაფეში და პერცისკარში დაიბეჭდა კიდევ შარშან 10 წლის მერე. და იქამდე კიდევ 2004-5-ში ეს გარკვეული პროგნოზი იყო იმისა, ჩემთვის რომ რით დამთავრდება ესა თქვა ფანატიკოსების მართვა საქართველოში. არავის ის არ შეუმჩნევია, თუმცა დისკეტებით ვარიგებდი ბევრ ჩემ ნაცნობებთან და ზოგჯერ სრულიად უცნობ ხალხთან. ნუ მოხდა ისე რომ ქართულ ლიტერატურულ იმას აი პუშკინის აქვს სიტყვები თავის დროინდელ რუსულ არისტოკრატიაზე იმაზე мы ленивые и любопытные. აი შემიძლია ზუსტად ეს თქვა სხვათა შორის გარკვეული ტიპის დისკურსების მიმართ ქართულ საზოგადოებას. ეხლა იმიტომ კი არა რაღაც შედევრი იყო თუ რაღაცა, მაგრამ ყოველთვის 2005-ში დაიწერა 2014-ში გამოქვეყნდა და ზუსტად აი პროგნოზი იყო და ბევრი რაღაც ახდა იქ. იქ არის იმაზე მეცნიერებას რომ ამა დადაემართა საქართველოში იქ ფანატიკოსთა ჯგუფია იქ ასე შემდეგ და რაღაცა და მიშას პროტოტიპია რომელიც თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი დრო იმისათვის რომ დაწეროთ კიდევ ამის არა ეს ძველია უბრალოდ აქ ლაპარაკი იმაზე არის რომ მოდი ცხებან დაწერო კიდე ესე არ იყო ეს წლები რომ გავიდა მისი ლიტერატურული ასახვა ძალიან ნაკლებად მოხდა ბოლო 9 წელს ლაპარაკი 9 წელიწადზე ეს კი არის მაგრამ Facebook-ი აი ლიტერატურული ნაწარმოები კი ცოტა Facebook-ი ლიტერატურული ნაწარმოები ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს მეც სტუმარი ვარ ამ შემთხვევაში ყველა სტუმრები ვარ დედამიწაზე სმენელს კი შევახსენებ რომ უსმენთ გადაცემას თავისუფალი ლიტერატურა ბოლო 1 საათის მანძილზე სტუდიაში იყვნენ სტუმრად ასე ვთქვათ ბექა ქურხული, ნინო ჩხიკვიშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, ანი კოპალიანი და მე ნინო თარხნიშვილი გმადლობთ. ისურვებ წარმატებას ყველას მადლობა ნინო. თავისუფალი ლიტერატურა